თბილისში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის მცხოვრებთა სიცოცხლე საფრთხეშია. შენობაში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ამჟამად 5 ოჯახი ცხოვრობს. ისინი მერის მიერ შეთავაზებულ 500 ლარზე უარს ამბობენ. მისამართზე დღეს მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების ძლიერი საქართველოსა და გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლები მივიდნენ. მათი თქმით, ადგილობრივი მთავრობა პრობლემას ვერ აგვარებს. შენობის დანგრევა მისი სტატუსის გამო არ შეიძლება და აღარც რეაბილიტაციას ექვემდებარება. მდგომი ავარიული სახლიდან მოქალაქეები გაყვანილები არიან 15 წლის წინ. 15 წლის განმავლობაში მერია უხდის ქირის თანხას, რომელიც სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ეს სახლი აღდგენილი იყო, გამაგრებული იყო, მოპირდაპირე მხარეს უკვე ჩამონგრეული სახლია და ყოველი მეორე სახლი, აი მომდევნო სახლიც არის ავარიული. ეს გამოწვევა, რომელსაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, არის მოქალაქეების სიცოცხლეზე ზრუნვის აუცილებლობა, რომელსაც მერია არ იყენებს, კალაძე არაკეთებს ამ ყველაფერს და უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ. შევხვდით მოსახლეობას, ვესაუბრეთ არსებულ პრობლემებზე. წლებია ეს ადამიანები შველას ითხოვენ, იმიტომ რომ მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე სახლი აქვთ. მოხდა მათი გაყვანა, თუმცა იკვეთება ისევ იგივე პრობლემები, რაც არის მთელ თბილისში. ეს არის დედაქალაქის მერიის უყურადღებობა, გულგრილობა, სისტემური კორუფცია და რა თქმა უნდა, აქ იკვეთება კონკრეტულად ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ესეთ სახლებში კომპენსაცია, ფულადი კომპენსაცია არის ძალიან მცირედი, რომელიც არ ყოფნის ოჯახებს.